მე ამ ვიდეოში გასწავლით ძალიან მაგარ მეთოდს, რომელსაც თუ გამოიყენებთ, 5-ჯერ უფრო ეფექტურად და მარტივად დაიმახსოვრებთ სიტყვებს. გამიჯერეთ, არ იმანებთ. ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. ამ ინფორმაციის ცოდნა ბევრად უფრო გაგიმარტივებთ უცხო ენის შესწავლის პროცესს. ახლა კი გეტყვით რა არის ეს ძალიან მაგარი მეთოდი. სიტყვების წინადადებებში ჩართვა და საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირება. დიახ, სწორად გაიგეთ. შეიძლება იფიქროთ ეს როგორ უნდა დაგვეხმაროს სიტყვების მარტივად დამახსოვრებაშიო, მაგრამ ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. პირველ რიგში გეტყვით, რას გულისხმობ სიტყვების წინადადებებში ჩართვაში. ეს იმას გულისხმობს, რომ ცალკეული სიტყვა უნდა ჩავრთოთ და დავამატოთ რაიმე წინადადებაში. ანუ ამ სიტყვის გამოყენებით უნდა შევქმნათ რამე წინადადება და ისე უნდა ვისწავლოთ ეს სიტყვა. საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირება კი იმას გულისხმობს, რომ ეს წინადადება უშუალოდ ჩვენ უნდა გვეხებოდეს და ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარეობდეს. რატომ არის ეს მეთოდი ეფექტური? აი რატომ? პირველი, პირადი გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია. მოდი ავიღოთ ცალკეული ინგლისური სიტყვა, მაგალითად ალმონდი. ჩვენ თუ ამ სიტყვას ასე ეულად დავტოვებთ, მისი დამახსოვრება გაგვიჭირდება. აბა მაშინ რა უნდა ვქნათ? იკითხავთ თქვენ. რა და უნდა დააკავშიროთ თქვენს ცხოვრებასთან. აი რას გულისხმობ. აი ჩემს შემთხვევაში მე დავაკავშირე ალმონდი ჩემს ცხოვრებასთან. და აი ასეთი წინადადება გამოვიდა. I eat an almond every day at school. ანუ ეს ნიშნავს, რომ მე ჭამ ნუშს ყოველდღე სკოლაში. ავიღოთ სიტყვა river, რაც ნიშნავს მდინარეს. აი ესეც დავაკავშირე ჩემს ცხოვრებასთან. The river in Kazbegi was very cold. ანუ მდინარე ყაზბეგში იყო ძალიან ცივი. ანუ ეს სიტყვები იმიტომ უნდა დავაკავშიროთ ჩვენს ცხოვრებასთან, რომ ტვინი რეალურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს, ანუ ისეთ მოვლენებს, რაც ჩვენ შეგვემთხვა, ჩვენს პირად გამოცდილებებს, უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანია და უფრო კარგად იმახსოვრებს ტვინი. თანაც ამავდროულად ასეთი სტილით დამახსოვრება უფრო სახალისო და საინტერესოა. მეორე მიზეზი. შინაარსი აქტიურად ამუშავებს მეხსიერებას. ანუ ჩვენ როდესაც სიტყვას ჩავრთავთ წინადადებაში და შევძენთ შინაარსს, ის დასამახსოვრებლად უფრო მარტივი გახდება, რადგანაც ჩვენი გონება შინაარსიან რაღაცებს უფრო ეფექტურად და უკეთესად იმახსოვრებს. მესამე. ჩართულია ტვინის უფრო დიდი ნაწილი. სიტყვების დაკავშირება ქმედებებთან, პირად გამოცდილებებთან, ემოციებთან აქტიურებს ტვინის უფრო დიდ ნაწილს, ვიდრე ცალკეული სიტყვის დამახსოვრების შემთხვევაში არის აქტიური. შესაბამისად, რადგანაც ტვინის უფრო დიდი ნაწილი არის ჩართული ამ დამახსოვრების პროცესში, უფრო ეფექტურად და მარტივად ვიმახსოვრებთ. მეოთხე. მეტი ხალისი და ინტერესი. ჩვენი ცხოვრებიდან ამოღებული შინაარსი სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის. ტვინისთვის ეს პროცესი აღარ არის მოსაბეზრებელი და მოვალეობის მოხდის მიზნით გასაკეთებელი პროცესი. არამედ უფრო სახალისო და საინტერესო რამ, რადგანაც ჩვენი ცხოვრება არის ჩართული. ჩვენი ცხოვრება კი ცალკეულ სიტყვაზე ბევრად უფრო საინტერესოა, ალბათ დამეთანხმებით. მეხუთე. უფრო მარტივი გადატანა პრაქტიკაში. ჩვენ ამ გზით ნასწავლს უფრო მარტივად გადავიტანთ პრაქტიკაში, რადგანაც უკვე გვეცოდინება, როგორ უკავშირდება ნასწავლი რეალურ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, მოხვდით ისეთ სიტუაციაში, სადაც უცხოელი გეკითხებათ, რატომ გიყვართ მზიანი ამინდი? თქვენ კი გაგახსენდათ, რომ სიტყვა ამინდი ისწავლეთ მისი წინადადებასთან დაკავშირების საშუალებით. ანუ თქვენ ამინდი დაუკავშირეთ იმას, რომ დაუშვათ მე იმიტომ მიყვარს მზიანი ამინდი, რომ მახალისებს და უცებ გახსენდებათ ეს ყველაფერი და შესაბამისად ძალიან მარტივად ართმევთ თავს უცხოელთან საუბარს. იმედი მაქვს გასაგებად დავხსენე. ბოდიში გიხდით თუ რამე ვერ გაიგეთ. ანუ საბოლოო ჯამში ეს მეთოდი ძალიან მაგარია. დამიჯერეთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი სიტყვა გაქვთ სასწავლი და ძალიან წვალობთ ერთმანეთში გერევათ ეს სიტყვები. აი მაგ დროს არის ძალიან მაგარი და
თუ გამოიყენებთ და ცდით, არ ინანებთ. იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს ინფორმაცია. ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. კარგი იქნება თუ გამოიწერთ არხს და დაალაიქებთ ვიდეოს, რადგან დაეხმარება ეს არხის განვითარებაში და მეც мотивაციას მომცემს. სხვა მხრივ, მადლობა ყურადღებისთვის და კარგად იყავით.